საგანგებო მდგომარეობაში განვაგრძობთ მუშაობას და კრიტიკულ პაციენტებს შეფასდათ. ოფიციალურ ინფორმაციას დაევადეთ. რამდენიმე წუთის წინ ხრივ განისვენა სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ. დღე, რომელიც ქართველი მართლმადიდებელი ერისთვის ერთ-ერთ მძიმე მოგონებად დარჩება. ამ რთულ რეპორტაჟში შევეცდები ფრთხილად აღწერო ის მოვლენები, რომლებიც პატრიარქის გარდაცვალებამდე რამდენიმე საათით ადრე განვითარდა. როგორც მისი გარემოცვა ამბობს, მას სადილის დროს ლუკმა გადასცდა. მალევე დაუვარდა სისხლში ჟანგბადის შემცველობა, რის შემდეგაც სასწრაფოდ ჩაფიცის გადაუდებელი კარდიოლოგიის გულის კლინიკაში რიანომობილით გადაიყვანეს. კლინიკის ხელმძღვანელი შაბათის ფორმულასთან პაციენტის შეყვანის მომენტს იხსენებს. რევაზ ჯორბენაძე გვიყვება, რომ პატრიარქი დაწესებულებაში საღამოს დაახლოებით 17 საათზე სისხლში ჟანგბადის ვარდნის სიმპტომით მიიყვანეს. მას მაშინვე ჩაუტარდა პროტოკოლი და გაიდლაინებით დადგენილი ყველა შესაბამისი პროცედურა. რა თქმა უნდა, დაწყებული იყო მყისიერად ყველა შესაბამისი კვლევა, პარალელურად მკურნალობა, რამაც ცოტა ხანში შედეგი მოგვცა, პარამეტრები შედარებით გამოსწორდა, შემდეგ მიმდინარეობდა დინამიკაში დაკვირვება და უკვე შემდგომ ანალიზებმა გამოიწვია ეჭვი და ვარაუდი იმისა, რომ სადღაც იყო ფარული სისხლდენა. რამდენ ხანში მიხვდით, რომ აღარ იყო სისხლძარღვა პრობლემები და იყო სხვა ტიპის? დაახლოებით 6-7 საათში. ჩაფიცის კლინიკაში მოთავსების შემდეგ დაახლოებით 7 საათში ივარაუდეს, რომ პატრიარქს ორგანიზმში ფარული სისხლდენა ჰქონდა და მხოლოდ ამის შემდეგ ის კავკასიის მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. მოხდა პირველადი შეფასება, დაწყებული იქნა სტაბილიზაცია ქვია ამ პროცესს, წაიწყე პაციენტის დასტაბილურებას და შემდეგ მისი მდგომარეობიდან გამომდინარე გადმოვიდა რეანიმაციულ განყოფილებაში. კავკასიის მედიცინის ცენტრში პატრიარქი რიანომობილმა ღამის 3 საათზე კრიტიკულ მდგომარეობაში შეიყვანა. ექიმები ამბობენ, რომ პატრიარქის მდგომარეობა მძიმე იყო. მას სისხლდენის შესაჩერებლად დაუყოვნებლივ ჩაუტარდა ყველა საჭირო манипуляცია. შემოსვლის მომენტში ის იყო საკმაოდ სუსტად, საკმაოდ მძიმე მდგომარეობაში. ჩვენ ექიმები მაქსიმალურად მობილიზებული ვიყავით და ყველა, ასე ვთქვათ, ნაბიჯი წინასწარ იყო გათვლილი რა როგორ უნდა გაგვეკეთებინა. კათოლიკოს პატრიარქის მძიმე ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში 8 ექიმისგან შემდგარი კონსილიუმით შეიკრიბა. ჯანდაცვის სამინისტრომ თურქეთიდან რეანიმატოლოგიც მოიწვია, მაგრამ მის ჩამოსვლამდე პატრიარქი გარდაიცვალა. შევიკრიბეთ კოლეგები. მდგომარეობა რთული იყო, ეხლა ბევრი კლინიკური დეტალის და კონკრეტებავად არ იქნება თლად ეთიკური, თუმცა მდგომარეობა იყო რთული, ის იყო რეანიმაციის საკმაოდ მძიმე პაციენტი. 17 მარტის დღის განმავლობაში პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო, მაგრამ სტაბილური და საყურადღებო. პატრიარქი მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა. ღამის საათებში მისი მდგომარეობა კვლავ დამძიმდა. ღამის 11 საათზე საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი, ცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორე სრულიად მართლმადიდებელმა სამყარომ დაკარგა. დაიხურა ისტორიის ყველაზე ვრცელი და მნიშვნელოვანი ფურცელი. პატრიარქის ეს გაუარესება ჯანმრთელობის შემთხვევის ამბავია, მაგრამ ეს უფალმა დაუშვა. მისი საკვების მიღების დროს რაღაცა მას გადასცა, ამან გამოიწვია ძალიან მძიმე, ასე ვთქვათ, რაღაც შეგრძნებები, მისი მდგომარეობა, წნევის დაცემა და აი ამ საერთო მდგომარეობამ გაუარესა, ასე ვთქვათ, აღმოჩნდა, რომ ამ პროცესმა გამოიწვია გულიდან სისხლის დენა.
მიტროპოლიტ დანიელ დათუაშვილის ამ განცხადებამ საზოგადოებაში ხმაური და აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია. გაჩნდა კითხვა კურნალობის პროცესთან დაკავშირებით. იყო თუ არა ყველა აუცილებელი კვლევა დროულად ჩატარებული. ხომ არ დაგვიანდა დიაგნოზის დასმა, რამაც შემდეგ პატრიარქის მდგომარეობა კრიტიკულად დაამძინა. აღნიშნული კითხვებით ჩვენ ორივე კლინიკას მივმართეთ. აქედასაც მოვიდა პაციენტი მძიმე მდგომარეობაში. ჩატარებული სპეციალური კვლევების საფუძველზე დავადგინეთ, რომ აქ იყო სისხლდენა. თქვენ იყო იცოდით, რომ მოდიოდა პატრიარქიულ კლინიკაში, რომ მას ხომ ფარული სისხლდენა ეს იყო განხილებული იყო, თუ აქ რომ მოვიდა მე დაადგინე. კლინიკური კონტექსტის კითხვებისგან თავისუფლებას მივცევ, რომ თავი შევიკავ. რომ წაიყვანოთ კავკასიის მედიცინის ცენტრში. ну, როგორ არის იცით, რომ ახლა მე ნამდვილად კომენტარს მაგაზე ვერ გავაკეთებ, იქ რომ წაიყვანოთ, ეს არის მას მკურნალი ექიმები ყავდა, რომელიც მასთან წლების მანძილზე ასე ვთქვათ, მუშაობდნენ და კომუნიკაცია ჰქონდათ და მშვენივრად იცოდნენ მისი პრობლემები. ესაუბრეთ რომელიმე მის პირად ექიმს. ისინი ყველანი ჩართულები იყვნენ ასე ვთქვათ ამ პროცესში. არ დაუშვიათ ის ფაქტი, რომ შეიძლებოდა კუჭის პრობლემა ყოფილიყო? იცით რა, ამისი დაშვება ესე ზეპირად ძალიან რთულია. აუცილებელია გარკვეული ინსტრუმენტული და ლაბორატორიული კვლევები, რომ გააკეთო დიაგნოსტიკა ადამიანის ორგანოთა სხვადასხვა სისტემების ფუნქციონირებაზე. ვერაფერს ვერ დაუშვებთ, ჩემი აზრით ეს არის ინტერპრეტაციები, რომელიც ძალიან ბევრი მოვისმინეთ ამ დღეების განმავლობაში. კლინიკური რეალობა იყო ის, რომ პაციენტის მდგომარეობა იყო ძალიან მძიმე. შაბათის ფორმულა დაუკავშირდა პატრიარქის პირად ექიმს. მისგან გვინდოდა გაგვეგო დეტალები, როგორ მოხდა ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმება და მისი კარდიოლოგიურ კლინიკაში გადაყვანა. შალვა პეტრიაშვილი ამბობს, რომ ის საპატრიარქოში მას შემდეგ გამოიძახეს, რაც ილია მეორის მდგომარეობა უკვე დამძიმებული იყო. რა დროს გახდა ცუდად არა, ჯობია რომ არა, ისეთი თემაა რომ მაგას ესე არა. როცა სადილობდა და ცუდად გახდა, იმ მომენტში იქ არ ყოფილხართ? იმ მომენტში არა. მაგრამ იმ მომენტში იქ იყო ექიმი სხვა. და თქვენ რომ მიხვდით, პირდაპირ გითხრეს, რომ სატურაციის პრობლემა იყო და გულის ამბავი. ნუ როგორც არის, ხაი არ არის საინტერესო და ესე სალაპარაკო. ეგ არის მაგის დრო დადგება შეიკრიბება ყველა ერთად და განეხილავენ მერე და ანუ რამე შესაკრები და დასალაპარაკებელი არის თუ რატომ? არა, თუ იმე საინტერესებს რამე და ახლა ჩვენ შევეცადეთ აღნიშნული კითხვები ჯანდაცვის მინისტრისთვისაც დაგვესვა. პატრიარქის მკურნალობასთან დაკავშირებით. ესე იგი, ვიმეორებ. ნახეთ, ხო შეიძლება რომ აქ შაბათის ფორმულამ შინაგან საქმეთა სამინისტროში გადაამოწმა, დაიწყო თუ არა გამოძიება პატრიარქის გარდაცვალებასთან, ან მეუფე დანიელის განცხადებასთან დაკავშირებით. თუმცა მათგან პასუხი ვერ მივიღეთ. ჩვენ კითხვები დავუსვით სინოდის წევრებსაც. აღმოჩნდა, რომ მათმა ნაწილმა პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობის დამძიმების შესახებ ცნობა მხოლოდ 17 მარტს გამთენიისას მიიღეს, როცა პატრიარქი უკვე კავკასიის მედიცინის ცენტრში იმყოფებოდა. არა, ახალქალაქში ვიყავი და დილის 7-ის ნახევარზე გამოგებინეს მე რომ პატრიარქი ცუდად არის და ვილოცოთ, მეტი ევროპელი ვერ მითხრეს. ამაზე ალბათ პასუხს აგებდა პატრიარქის უშუალო გარემოცვა, დაცვა, რომ დროულად ჩაერთოთ, ესე იგი, სამედიცინო პერსონალი, თუ რაიმე ესეთი გართულება იქნებოდა და ითხოვს ხალხი იმას, რომ გაინტერესებს, ნუ როგორ მეც მაინტერესებს, როგორ გარდაიცვალა, რატო გარდაიცვალა პატრიარქი, რომელზეც ექიმები დაბეჯითებით ამბობდნენ, რომ რამდენიმე წელი რესურსი კიდე ქონდა ამ ადამიანს სიცოცხლის. მე უკვე რა ქვია, რომ გამაგებიეს, უკვე სამავტყოფოში იყო. მე რო გავიგე, ხო, მე რო გავიგე, უკვე სამავტყოფოში იყო და წამოვედი და მალამდე რა მოხდა და როგორ იყო, ნამდვილად არ ვიცი. ფაქტი კი ერთია. სანამ მრევლი კლინიკის ეზოში, უფალს, ზეცაში, პატრიარქის გადარჩენას თხოვდა, ექიმები მიწაზე მისთვის სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის იბრძოდნენ.
სწორედ ექიმები არიან ის ადამიანები, ვინც უკანასკნელად ნახა პატრიარქი ცოცხალი. ალბათ მათში იყო ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა, რაც კი ოდესმე უგრძნიათ. ყველაზე დიდი პროფესიული ნერვიულობა. განცდა იმისა, თუ რა უსუსურია ადამიანი ღვთის წინაშე, როდესაც დრო შენს წინააღმდეგ მოქმედებს. ძალიან რთულია ამაზე საუბარიც კი, იმიტომ რომ ვფიქრობ იმ მომენტში კარგად ვერ ვაცნობიერებდი კიდევ პირადად თუ რამხელა სიწმინდესთან და სიდიდესთან მქონდა საქმე, იმიტომ რომ იმ მომენტში გერთვება მაშინვე უკვე პროფესიული კონტექსტი, რომ გააკეთო მაქსიმალურად და გვერდში დაუდგე ექიმებს, ვინც ფრონტის წინა ხაზზე არიან, არც ერთი წუთი და არც ერთი წამი არ მისცე ემოციას საშუალება იმ დროს, რომ რაღაცნაირად ყურადღება გადაიტანო აი ამ ემოციურ ფაქტორზე. საკმაოდ ემოციური ფონი იყო. მოგეხსენებათ, კლინიკაში შემოვიდა ადამიანი, რომელიც მთელი ქვეყნისთვის, საქართველოსთვის და აღარ მარტო საქართველოსთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი ფიგურა იყო. თუმცა ამ დროს ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი არის ის, რომ შენ როგორც ექიმი არ უნდა აყვე ამ ემოციას და უნდა იმოქმედო საკმაოდ მაღალი პასუხისმგებლობის ქვეშ. როდესაც შემოვიდა, მინდა გითხრათ, რომ მას ესმოდა ჩვენი საუბარი, თუმცა სამწუხაროდ მისი მძიმე მდგომარეობის გამო ის ვერ საუბრობდა ჩვენთან. ვისურვებდი, რომ სხვა სივრცეში ყოფილიყო ჩემი პირადი შეხვედრა პატრიარქთან. ვერ წარმოვიდგენდი ოდესმე, რომ ის იქნებოდა ჩვენი პაციენტი და სამწუხაროდ ბოლო წუთების და საათების გატარებამ ასეთ მდგომარეობაში მოგვიწია მასთან. მაგრამ ეს პირველ რიგში პაციენტი იყო და ჩვენ ვიმოქმედეთ როგორც ექიმები. თქმა უნდა, ვაცნობიერებთ, რომ ის იყო ძალიან დიდი პასუხისმგებლობა, მძიმე ჯვარი, რომელიც გვერგოთით რო ჩვენგანს. მაგრამ შემიძლია გულწრფელად გითხრათ, რომ ღირსეულად ვატარეთ ეს ჯვარი და ყველამ თავისი პატარა აგური დადო და ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ პატრიარქი გადაგვერჩინა, მაგრამ ხანდახან სამწუხაროდ ჩვენ ვაწყდებით.